ყველას უნდა გაეცნოს ამ 2x2 ბადეს, რადგან მისი საფუძვლიანი ლოგიკა მართავს პოლიტიკურ განწყობებს შეერთებულ შტატებში. ის ხსნის, რა მოხდა ქვეყნის შიგნით ირანის ომზე რეაგირებისას და ასევე ახსნის, რა მოხდება ჯოხდება შემდეგ დონალდ ტრამპის რეიტინგებთან დაკავშირებით კიდევ ერთი არეულობის შემდეგ ამერიკის პოლიტიკაში. მართალია, ამ ყველაფრის უახლესი გამოვლინება გუშინ საღამოს დაგეგმილი თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამიდან მოდის. ან ყოველ შემთხვევაში დაგეგმილი ვახშამი. ის შეაწყვეტინა სავარაუდო მსროლელმა, რომელზეც ყველას ეჭვი აქვს, თუმცა ჯერ დაუდასტურებლად, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკვლას ცდილობდა. პირველ რიგში ნებამომეცით თავად მოვლენაზე ვისაუბრო. კორესპონდენტთა ვახშამი ყოველწლიური გალაღონისძიებაა, რომელიც ვაშინგტონის ჰილტონში ტარდება. ის თეთრი სახლიდან დაახლოებით 1.5 მილის მანძილზე მდებარეობს და გუშინ დღემდე ყველაზე მეტად ცნობილი იყო როგორც ადგილი, სადაც რონალდ რეიგანზე მკვლელობის მცდელობა მოხდა. იმ ინციდენტში რეიგანი მართლაც დაიჭრა და გარკვეული დროის განმავლობაში გაურკვეველი იყო, გადარჩებოდა თუ არა. იგი ასევე მასპინძლობს ამერიკის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას, როდესაც ის ვაშინგტონში ტარდება. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში იქ ბევრჯერ ვყოფილვარ. ეს ჩემი პირადი ფოტო არის 2019 წლის კონფერენციიდან, გადაღებული რიგში, რომელიც მეორე კონფერენციის სასტუმროში შატლით წასვლას ელოდებოდა. შეგიძლიათ დაინახოთ დაფა-მკვეთრი კუთხით, რომელიც რეიგანის მკვლელობის მცდელობას აღნიშნავს. როგორც ადამიანი, რომელსაც რამდენჯერ მეკონია შეხება მსოფლიო ლიდერებთან, გუშინ საღამოს ჰილტონში უსაფრთხოების მდგომარეობა ჩემთვის მოულოდნელი იყო. ეჭვმიტანილი ფაქტობრივად უსაფრთხოების პერიმეტრს გვერდი აუარა და იმდენად ახლოს იყო პრეზიდენტთან, რომ გასროლების ხმა ისმოდა. თუმცა, როცა ამას ვწერე, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იყო თუ არა გასროლები ეჭვმიტანილის მხრიდან თუ საიდუმლო სამსახურის აგენტების, რომლებიც მის შეჩერებას ცდილობდნენ. უსაფრთხოების სტრატეგიების კონკრეტული დეტალების გამჟღავნების გარეშე არასდროს ყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, სადაც ეს თუნდაც ოდნავ შესაძლებელი იყო. პირველი უსაფრთხოების პერიმეტრი ყოველთვის იმდენად შორს არის, რომ ვინც არ უნდა შეეცადოს მის გარღვევას, მინიმუმ 1 წუთი მოუწევს სირბილი, სანამ ვინმესთან, ვინც მნიშვნელოვანია, მიახლოვდება. გარდა ამისა, ყოველთვის არსებობს მინიმუმ მეორე ფენა საწეს შემოწმებებსა და იმ დროს შორის, როცა VIP-ებთან თვდომას იღებ. შესაბამისად, ეს ინციდენტი გამოიწვევს კითხვებს საიდუმლო სამსახურის დაგეგმვასთან დაკავშირებით. ასევე ზოგადად იმაზე, რამდენად გონივრულია ასეთი ღონისძიების ჩატარება მოქმედ სასტუმროში, სადაც ეჭვმიტანილიც იმყოფებოდა. შიდა პოლიტიკურ საფრთხეებთან ერთად, ჩვენ ბოლო დროს განვიხილეთ მოტივაცია მებრძოლი ჯგუფებისთვის, რომ შეეცადონ შეერთებულ შტატებში მოქმედებას, რათა საზოგადოებას გააცნონ კონკრეტული ჯგუფის არსებობა. ჩვეულებრივ, ესეთ შემთხვევებში ჩვენ ნაკლებად დაცულ სამიზნეებს განვიხილავდით, მაგრამ ეს შეშფოთება მაინც რჩება უფრო მაღალ დონეებზეც. ასევე გასაკვირი არ არის, რომ საღამოს დასრულებამდე ტრამპი უკვე ხაზს უსვამდა ახალი თეთრი სახლის ბალრუმის მშენებლობის მნიშვნელობას, როგორც უსაფრთხოების პერიმეტრის გაუმჯობესების საშუალებას. ის ძალიან მოხარული იყო ამ შესაძლებლობის გამოყენებით, მაგრამ ამ საკითხში არ ცდება. ნებისმიერ შემთხვევაში დღევანდელი საუბრის მთავარი თემა არის შესაძლო მკვლელობის მცდელობის პოლიტიკური შედეგები. სოციალურ მედიაში ბევრი დროის გატარება არ ჭირდებათ, რომ ნახოთ კონსპირაციული თეორიები იმ შესახებ. თითქოს ეს შიგნიდან მოწყობილი იყო. თითქოს ეს მხოლოდ პრეზიდენტისთვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვების მცდელობა იყო საერთაშორისო კრიზისის დროს. რაც შეეხება ამას, მე არ მაქვს არანაირი შიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რის გაკეთებას ცდილობდა, როგორც იწმუნებიან თეთრი სახლი ამ მხრივ. ზოგადად, ვისაც ასეთი შეხედულება აქვს, ვუჩერდი სერიოზულად დაფიქრდეს, რამდენად რთულია მკვლელობის მცდელობის დადგმა ნამდვილი ტყვიებით. მით უმეტეს, როცა საიდუმლო სამსახურის ოფიცერი მართლაც დაიჭრა. ასევე ურჩევდი აუნიშნოთ, რომ დონალდ ტრამპი ისტორიულად არაპოპულარული პრეზიდენტია, რომელმაც მიიღო ყველაზე პოლიტიკურად გამყოფი პოზიციები, რაც კი ვინმე სახსოვს. და მიუხედავად იმისა, რომ არ ურჩევდი პოლიტიკურ რადიკალებს მისი მკვლელობის მცდელობა დაიწყონ, პოლიტიკა ნულოვანი ჯამის თამაში არ არის და ეს მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას მთლიანად შეერთებული შტატებისთვის. შეიძლება არ უნდა გაგუკვირდეს, რომ ზოგიერთი ადამიანი ყველაფერს უკიდურესობაში მიიყვანს. არ დაგვაუწყდეს, რომ ამ სამყაროში ნამდვილი შეშინილებიც არსებობენ. არ დაგვაუწყდეს, რომ რეიგანის მკვლელობის მცდელობის მიზეზი იყო ის, რომ თავდამსხმელი ფიქრობდა პრეზიდენტის მოკლით ჯოდი ფოსტერს შთაბეჭდილებას მოახდენდა. დიახ, მსახიობი ჯოდი ფოსტერი. და კაცო, თუ ეს ყველაზე სულელური წინადადებება არ არის, რაც ოდესმე მithქვამს, არ ვიცი. მაშინ რა არის? როგორც არ უნდა იყოს, დაუბრუნდეთ 2-2-ზე ბადეს. ეს ის თემა, რომელსაც ვაკვირდებით მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ვენესუელას გარეთ არმადას აგროვებდა, რაც საბოლოოდ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაპატიმრებით დასრულდა.
მაშინ ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ ეს იყო ერთგვარი ყურადღების გადასატანის სპექტაკლი, სადაც პრეზიდენტი ცდილობდა ხელოვნურად შეექმნა ლიდერის გარშემო გაერთიანების ეფექტი, რათა თავისი შემცირებული რეიტინგი გაეზარდა. ძალიან რთულია ანალიტიკოსისთვის, როგორიც მე ვარ, დარწმუნებით იწინასწარმეტყველოს, რა მოხდება საერთაშორისო ურთიერთობებში. მსოფლიო სისტემა კერძო ინფორმაციის ერთგვარი სუპია და შეუძლებელია ჩემნაირი ადამიანებისთვის იცოდნენ ყველა ის საიდუმლო, რაც აშშშ-სა და ყველა უცხოურ მთავრობას აქვს. ამიტომ უნდა დასცინოთ ჩემს პოზიციაზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი იციან, რაც მალე მოხდება. მაგალითად, პუტინი დამთავრდა. ხალხი უბრალოდ თვითმარქვიები არიან. შეიძლება ასეც იყოს. შეიძლება არც იყოს. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ საზოგადოებრივ აზრზე გავლენა, განსაკუთრებით ამ საკითხებში, მნიშვნელოვნად უფრო პროგნოზირებადია. როდესაც ვენესუელის სიტუაცია ყალიბდებოდა, აღვნიშნე, რომ ასეთი პოლიტიკური სტრატეგია ეფექტური არ იქნებოდა. და მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ მადუროს დასაკავებლად სამხედრო თვალსაზრისით ბრწყინვალე ოპერაცია ჩატარდა, ამერიკელ საზოგადოებას ეს ფაქტობრივად არ აინტერესებდა. დამოკითხვებმა ან ცვლილება არ აჩვენა, ან ნებისმიერი სხვაობა შეცდომის ზღვარში დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია სამხედრო თვალსაზრისით უზარმაზარი წარმატება იყო და მან ლიდერი ჩამოაშორა, რომლის ჩამოშორებასაც ბევრი ყოფილი პრეზიდენტი უშედეგოდ ცდილობდა, უფრო ნაკლებად აგრესიული მეთოდებით. და მიზეზი კიდევ ერთხელ არის ეს 2-2-ზე ბადე. წარმატებული დროშის გარშემო შეკრება საჭიროებს არა მხარდამჭერების მხარდამჭერებად გადაქცევას. მექანიზმი, რომლითაც ეს ხდება, არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც არ უჭერენ პრეზიდენტს მხარს, მაგრამ ენდობიან მას, ცვლიან თავიანთ წინა პოზიციას. შეიძლება ისინი არ ენდობიან პრეზიდენტს, მაგრამ მაინც ენდობიან მის თანამდებობასა და პოზიციას. და როდესაც ისინი ხედავენ კრიზისს, სურთ გამოუცხადონ მხარდაჭერა, რათა გააძლიერონ შეერთებული შტატების მთავრობა შესაბამისი ქმედების გასატარებლად. იშვიათად ხდება, რომ საერთაშორისო კონფლიქტის თეორიები წარმოქმნიდეს მნიშვნელოვან და შესამოწმებელ ჰიპოთეზებს, რომლებიც შემდეგ შეგვიძლია მონაცემებში დავადასტუროთ. მაგრამ ეს ერთ-ერთი მათგანია. ამგვარი გაერთიანების მასშტაბი ფაქტობრივად მთავრობისადმი ნდობით არის შეზღუდული. ამიტომ შეგვიძლია აქ პროგნოზებში უფრო დარწმუნებულები ვიყოთ, განსხვავებით მაგალითად ზუსტად როდის შედგება შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის. ადამიანები, რომლებიც თავს თამაშთა თეორეტიკოსებად ასაგებენ, ამბობენ, რომ შეუძლიათ მომავლის წინასწარმეტყველება. და სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილმა ეს დაიჯერა. ნამდვილი თამაშის თეორეტიკოსები იციან, რომ ეს დისციპლინა გვასწავლის, რომ მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, სულ მცირე, უმეტეს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ურთიერთქმედებებში. საზოგადოების რეაქცია ხილულ კონფლიქტზე ამ ფარგლებს გარეთაა. სწორედ ამიტომ სოციალური მეცნიერები იქ უფრო ზუსტები შეიძლება იყვნენ. ეს მრავალი თვისწინ თქვი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც დონალდ ტრამპს არ უჭერს მხარს და არ ენდობა. მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც დონალდ ტრამპს უჭერს მხარს და ენდობა. მე კიდევ ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც დონალდ ტრამპს მხარს უჭერს, მაგრამ არ ენდობა. მაგრამ რაც არ ვიცი, ეს არის ადამიანების ჯგუფი, ვინც დონალდ ტრამპს მხარს არ უჭერს, მაგრამ ენდობა. სინამდვილეში ამ მსხვილის ყურება გვეხმარება გავიგოთ დროშის გარშემო გაერთიანების საპირისპირო ეფექტი. საპირისპირო ეფექტი, რომელიც დონალდ ტრამპს ირანის ომის დაწყების შემდეგ ჰქონდა. ის დიდი ჯგუფი, ვინც პრეზიდენტს მხარს უჭერდა, მაგრამ არ ენდობოდა, ერთხელ შეხედა სიტუაციას და განაცხადა, რომ მათთვის ყველაფერი დასრულდა. გახსოვდეთ, პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა უცხო საქმეებში ჩაბმის შემცირების დაპირებით. თუ ვინმე ენდობოდა ტრამპს, ის შეხედავდა მის ქმედებებსა და წინასაარჩევნო რიტორიკას შორის შეუსაბამობას. დაასკვნიდა, რომ მას აუცილებლად აქვს კარგი მიზეზი პოზიციის შეცვლისთვის და მას მხარს დაუჭერდა. მაგრამ ისინი არ ენდობიან მას, ამიტომაც მისი რეიტინგი გამოკითხვებში განაგრძობს ვარდნას. ძნელია წარმოიდგინო, რომ საზოგადოების რეაქცია რაიმე სხვანაირი იქნება თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამის შემდეგ. კითხეთ საზოგადოებას, რას ფიქრობენ შესაძლო პოლიტიკური მკვლელობის მცდელობაზე და უამრავ თანაგრძნობით კომენტარს მოისმენთ იმის შესახებ, რომ საჭიროა შეამცირონ პოლიტიკური რიტორიკა შეერთებულ შტატებში. კითხეთ, შეცვალეს თუ არა პოლიტიკური შეხედულება ტრამპის მიმართ და ბევრად ნაკლებ პასუხს მიიღებთ. სინამდვილეში ეს ვიცით ბატლერში, პენსილვანიაში მკვლელობის მცდელობის შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან. იქ დამნაშავე მართლაც ესროლა ტრამპს. მაგრამ მისი რეიტინგი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა ამის შემდეგ და ნებისმიერი ეფექტი პრაქტიკულად შეუმჩნეველი იყო ერთი კვირის შემდეგ, როცა ბაიდენი გამოეთიშა არჩევნებს და ჰარისი ჩაერთო. ეს არის საყვარელი ისტორიული ამბავი, რომ მოგვიანებით თქვათ თითქოს ბატლერმა ტრამპს ნოემბრის გამარჯვება მოუტანა. მაგრამ ალტერნატიული ჰიპოთეზაა, რომ ამერიკელებს მხოლოდ ხელმისაწვდომობა აინტერესებთ და ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ ხრივ შეცდომა დაუშვა. და ამ ალტერნატიული ჰიპოთეზის კარგი მხარე ის არის, რომ ის ასევე ხსნის იმას, რაც დღეს ამერიკულ პოლიტიკაში ხდება.
საზოგადოებას სულს ირანის ომი, რადგან ის ბენზინის ფასების ზრდას იწვევს, რაც ინფლაციაზე უფრო დიდ გავლენას მოახდენს. მკვლელობის ისტორია კარგი პოლიტიკური საბაბია, რადგან ის დემოკრატების მარცხს ისე წარმოაჩენს, თითქოს ეს მთლიანად მათ კონტროლს გარეთ იყო. მაგრამ ეს არასწორი დასკვნაა, თუ გსურთ მომავალ არჩევნებში კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოთ. ბოლოს ერთი შენიშნა. კრიზისის დაწყება ლიდერებს მხოლოდ დროშის გარშემო გაერთიანების ეფექტს არ აძლევს. ყოველი ახალი ამბავი, რომელიც საზოგადოების ყურადღებას იპყრობს, მედიის ყურადღებას სხვა ასე ვთქვათ საყურადღებო საქმეების განხილვიდან გადააქვს. იგივე ხდება მაშინაც, როცა კონგრესი საკუთარ გამოძიებებს იწყებს. ამიტომ, დღევანდელ მთავარ კითხვაზე გასუხი, გაზრდის თუ არა ეს ტრამპის რეიტინგს, არის არა, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად არა. მაინც ექნება მასზე დადებითი გავლენა? შეიძლება. დღეისთვის სულ ეს იყო ჩემგან. მეგობრული შეხსენება. მაქვს მიმდინარე სერია Lines on Maps Extra-ზე, სადაც 8 წუთის განმავლობაში თქვენ მიერ დასმულ მნიშვნელოვან კითხვებს პასუხობ. ნახეთ, თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და მომავალ ჯერზე ისევ გნახავთ. იყავით კარგად.